ბათუმის მესტიისა და რუსთავის შემდეგ ახალი იუსტიციის სახლი უკვე ქუთაისში გაიხსნეს. არის ყველაზე დიდი იუსტიციის სახლი საქართველოში. ქუთაისელები და რეგიონის მცხოვრებლები აქ დღეიდან 150-ზე მეტი სახის მომსახურების მიღება შეძლებენ. იუსტიციის სახლი ქუთაისში პრეზიდენტმა გახსნა. რა ხდება ამ წუთებში ქალაქში? თეონად ცხომელიძე გვეტყვის ქუთაისიდან. კეთი, ამ დროისათვის უკვე დასრულებული არის ქუთაისის იუსტიციის სახლის გახსნის ოფიციალური ნაწილი და აქ შეკრებილ მოსახლეობას რიგით მოქალაქეებს უკვე მიეცა საშუალება რომ შევიდნენ და ისარგებლონ იმ მომსახურებებით, რომელსაც იუსტიციის სახლი მათავაზობს. პრეზიდენტმა გახსნა დღეს ახალი საჯარო უწყება და პირველ რიგში მან ის სტუდენტები დააჯილდოება ID ბარათებით, რომლებმაც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს და რომლებიც სწორედ იმერეთის რეგიონიდან არიან. ეს არის 100%-იანი დაფინანსება, ვინც მიიღოს, ანუ საუკეთესო ეგ. დასაჭერით. ქუთაისში წერების. გრაფიკოდებზე? ხომინდა. თქვენ? დასაჭერით, საჭირო ოფისია. თქვენ? ერთი მითი გამოგერია. დაჭერილი სადარია, რატო არ მოხდა? საუკეთესო შედეგი. აი, კარგია. მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ დაათვალიერა იუსტიციის სახლის დანარჩენი ნაწილიც, მათ შორის ქორწინების სახლით, რომელიც სწორედ გაერთიანებული არის იუსტიციის სახლში. დღეს პრეზიდენტი დაესწრო პირველ ქორწინებას, რომელიც დაგრეგისტრირდა სწორედ იუსტიციის სახლში, რის შემდეგაც უკვე მიხეილ სააკაშვილმა განაგრძო იუსტიციის სახლის დათვალიერება და გაესაუბრა იქ მომუშავე ადამიანებს, სულ როგორც იცით, იუსტიციის სახლში ქუთაისში დასაქმებული არის 300-მდე ადამიანი. ჩვენი დაპირება, ჩვენი გეგმა რომ ქუთაისი გახდეს საქართველოს არ მხოლოდ საპარლამენტო დედაქალაქი, არამედ მეორე დედაქალაქი რეალურად და ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ბევრი ფუნქცია გადმოვიდეს, სრულდება რეალობაში. ესე იგი, აქ თქვენ უკან უყურებთ საქართველოს კონტროლის პალატას. მინდა ვთქვა, რომ მაინც ჯერჯერობით პრობლემატურია, რომ კონტროლის პალატა ნაწილობრივ არის გადმოსული. ჩვენი ამოცანაა, რომ კონტროლის პალატის როცა პარლამენტის განმო კონტროლის პალატა პრაქტიკულად თელი შემადგენლობით გადმოვიდეს ქუთაისში, აქ მეტი დიდი ნაწილია დღეს გადმოსული. მეორე იმის უკან თქვენ ხედავთ საქართველოს მთავრობის ახალ სახლს, ძალიან ლამაზი და სერიოზული ოფისია, იმიტომ რომ პარლამენტში მთავრობა ეს იქნება პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა ახალი კონსტიტუციით და ამიტომ ეს მთავრობა იქნება მუდმივად ახლოს უნდა იყოს პარლამენტთან, მუდმივად უნდა ბაროს ანგარიში. საქართველოს მთავრობის სახლს ჩვენი ტრადიციაა, ჩვენ მე ჩავიბარებ 23 ნოემბერს. ამიტომ ღამეებიც უნდა იმუშაონ ახლა დაამთავრონ დროზე. კიდევ ერთხელ ჩვენ დრო არ აქვს, რომ დავაწესებ 23 ნოემბერსაც უნდა იყოს 23 ნოემბერს და ამას ხალი არ გაუვა. იმის იქით არის პარლამენტი და თქვენ ხედავთ, რომ პარლამენტი ძალიან კარგად მიმდინარეობს და პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება ქუთაისში 2012 წლის 26 მაისს. სხვა შორის და ეს იქნება ის, რასაც ჩვენ ქუთაისში ვხედავთ, აქ ბევრი სხვა რაღაცა კეთდება, იცით, მაგრამ ეს არის რაც ჩვენ თქვით, ის ბოლომდე განხორციელდება. სისტემას იუსტიციის სახლებში რომ შევქმნით, ალბათ არის ნამდვილად გაზვიადების გარეშე სოფლიოში საუკეთესო. და უკვე რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები გვიკავშირდებიან, უნდათ მათ შორის ძალიან ჩვენზე მდიდარი და განვითარებული ქვეყნების პირად უნდათ ამ სისტემის გადაღება. ესე იგი, ეს არის ახალი მართლა საერთოდ რაღაცა ნოუ-ჰაუ, რომელიც შექმნა საქართველოს. მე მინდა როგორც სახელმწიფო მართვაში ვქნით ნოუ-ჰაუს. იუსტიციის სახლის სახით, ჩვენი ქართული პოლიციის სახით, კორუფციას საბრძოლის მექანიზმების სახით, ახალი საგადასახადო და საბაჟო გეზის სახით, ზუსტად ასევე შექმნათ ტექნოლოგიებში, საერთოდ ზოგად ტექნოლოგიებში ნოუ-ჰაუ. საქართველოს უნდა იყოს არა მხოლოდ ვიღაცის გამოცდილების გადმომღება, არამედ სოფლიოში უნდა ქონდეს რაღაც უნიკალურს, რომელთაც დანარჩენი სოფლიოც ისარგებლობს. ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯი. ამას უნდა მოყვეს განათლების სისტემის რეფორმა და სერიოზული ტექნოლოგიური გარღვევები ყველა სფეროში. საქართველოს პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა გუშინ წინ თელავში ჩატარებულ არჩევნებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბევრმა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და აქტივობა იყო მაღალი, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ პროცესმა ჩაიარა ექსცესების გარეშე და დღეს საქართველოს პირველმა პირმა მოუწოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. შეიძლება გაიგონებთ ესეთ ასს, რომ ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფი თავს იწყრავს იმით, რომ ხალხი პასიურია და ამიტომ აი ხალხი გამოიღვიძებს და ჩვენ დაგვიჭერს ხარს. ამ არჩევნებას საშუალედურ არჩენება, რომელიც პრაქტიკულად ერთი შეხედვით ბევრს არაფერს არ ცვლიდა თელავისთვის, გამოიწვია წარმოუდგენელი აქტიურობა.
რითაც დადასტურდა რომ ხალხი არა მხოლოდ პასიური არ არის, ხალხი არის ძალიან აქტიური და ხალხი პრინციპში აქტიურად უჭერს ხარს დღევანდელ კურსს. ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი უჭერს ხარს კურსს მათ ან კრიტიკის გარეშე, ან მას მოეწონება თვითკმაყოფილი და რაღაც ბედნიერებთან როგორ შეიძლება თვითკმაყოფილი იყოს, ამდენი გაჭირება, უბედურება, უმუშევრობა, მათ შორის ამ ქალაქში ტერიტორია ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის არაფერი საბედნიერო თავმოსაწონი ჩვენ ნამდვილად არ აქვს, მაგრამ ის როგორც ჩვენ მუშაობთ ამის გადალახვაზე, ამას ხალხი ხარჯ უჭერს. უნდა იყოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილე, უნდა იყოს ცივილიზაციის თამაშწესება. აი, ყველაზე მეტად რაც მომეწონა მე თელავის არჩევნებში იყო ის, რომ პრაქტიკულად არჩევნობა ჩაიარა სერიოზული, არ მხოლოდ ექსცესების, არამედ სერიოზული დარღვევების გარეშე. ესეც არის სკოლა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს, რომ გვენახა შეგვიძლია თუ არა ჩვენ ცივილიზებულად არჩევნებში ჩატარება. ნორმალური საარჩევნო კამპანია, თავისი ყველანაირი თავისი მათ შორის რაღაცა წინასაარჩევნო დებატებით, მაგრამ ასევე რაღაც პარტიული თავისი რაღაც მანევრებით და ზოგჯერ ტრიუკებითაც, მაგრამ ამავე დროს რომ არჩევნების დღე ყოფილიყო ცივილიზებული და ნორმალური. და თელავის ხოჭს არ იყო ყოველთვის ადვილი რაიონი, ყოველთვის იყო იქ ბევრი ნებათაყელო. ასე რომ ეს უნდა იყოს მოდელი, აი როგორც თელავის ჩაიარა შვიდად როგორც არ უნდა იყოს შედეგი შემდეგ საპარლამენტო არჩევნების, რომელიც მოიყვანს ამ პარლამენტს. აი როგორც ცივილიზებულად იყო თელავში არჩევნების დღე, ხალხის აქტიურობით, პარტიებს შორის დებატებით, მათ შორის კონკრეტულ ძალიან კაცრი დაკვირვებით რა ხდება, მაგრამ აკეთებდა ხალხი, ესაც ამიშოვა. იუსტიციის სახლის დათვალიერების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გადმოინაცვლა უკვე შენობის გარეთ, სადაც შეკრებილი იყო მოსახლეობა სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. ძალიან საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დატოვა იუსტიციის სახლი და უკვე დაწყებული არის ჯგუფ მგზავრების კონცერტი, რომლებიც დღეს ქუთაისელებისათვის ახალ რამდენიმე სიმღერა შეასრულებენ, ასე რომ ჯერ კიდევ შეუძლიათ ქუთაისელებს მოვიდნენ და დაესწრონ ამ კონცერტს. ეს თეონა ცხომელიძე იყო.